მათეს სახარების განმარტება. თავი პირველი. წიგნის შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაამისი. აქ ხორციელი შობა იგულისხმე, რადგან დაუსაბამო ძე ღვთისა დავითის ძედ ბოლო ჟამს მოგვევლინა. მას ორი მამა ჰყავს, ხორციელად დავითი, საღვთოდ და სულიერად მამა ღმერთი. დავითისგან შობა ექვემდებარება დროს და გენეალოგიურ გამოძიებას. საღვთო შობა კი არც დროს, არც ადგილს და არც გენეალოგიურ აღრიცხვას, რადგან ნათქვამია, ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე. რატომ იწყებენ წმინდა მახარებლები მათე და ლუკა იესო ქრისტეს გენეალოგიას აბრაამიდან ან ადამიდან? რადგანაც მათე მახარებელი წინა დაცვეთილთა შთამომავლობისთვის წერდა, გენეალოგიას იწყებს აბრაამიდან და მოდის ქრისტემდე, რითაც გვიჩვენებს, რომ აღთქმის თანახმად ქრისტე აბრაამისა და დავითის თესლისგან იშვა. მორწმუნე იუდეველებს კი ისე არაფერი არ უგეშებდათ, როგორც ეს უწყება აბრაამისა და დავითის თესლისაგან ქრისტეს შობისა, რადგან ყოველთვის იქიდან მოელოდნენ მხსნელს. რატომ ახსენებს წმინდა მათე მახარებელი აბრაამზე უწინარეს დავით მეფეს, როგორც იესო ქრისტეს წინაპარს? მახარებელი ქრისტეს დავითის ძეს უწოდებს, თავად დავითს კი აბრაამის ძეს და მსმენელის გონებას აღთქმის ხსოვნისკენ მიმართავს. ოდესღაც ღმერთმა აბრაამსა და დავითს მათი თესლიდან ქრისტეს შობა აღუთქვა და რამდენადაც მახარებლის მსმენელები იუდეველები არიან, მათ იციან ამ აღთქმის შესახებ. მახარებელმა დავითი ყველაზე წინ დააყენა, რადგან ყველას პირზე ეკერა მისი სახელი, როგორც დიდი წინასწარმეტყველის, სახელოვანი მეფისა და ამასთან ერთად არც თუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილისა. აბრაამი კი ცნობილი იყო როგორც პატრიარქი, მაგრამ როგორც დიდი ხნის წინ გარდაცვლილი არ სარგებლობდა ასეთი პატივით. სად მოიპოვა მათე მახარებელმა იესო ქრისტეს გენეალოგიური ნუსხა? იუდეველებს ჰქონდათ ჩვეულება ეწარმოებინათ ჩანაწერები, თუ ვინ ვისი მამა, პაპა ან პაპის პაპა იყო. ასეთი ჩანაწერები ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ყოველი ახალი ოჯახი, რომელიც ცალკე იწყებდა ცხოვრებას, ასეთ ჩანაწერებს აკეთებდა იმ ოჯახიდან, რომელსაც გამოეყოფოდა. ასეთი ჩანაწერები არსებობდა იოსების ოჯახშიც. მათე მახარებელმა ეს ჩანაწერები მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან ან იოსების ძე იაკობისგან, ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრისგან და ჩართო სახარებაში. დავითის სამეფო გვარში ცოცხლობდა ღვთის აღთქმის შესრულებისა და ქრისტეს შობის იმედი. აბრაამ შვა ისაკ, ისაკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი. რადგანაც მათე მახარებელი წერს ებრაელთათვის, საჭიროდ არ მიიჩნევს ქრისტეს გენეალოგიური ჩამონათვალის დაწყებას ადამიდან, არამედ აბრაამიდან. აბრაამმა შვა ისაკი. ღმერთმა პირველად აბრაამს შეურაცხა სარწმუნოება სიმართლედ. პირველმა მან მიიღო უფლისგან აღთქმა, რომ მისი თესლისგან, ანუ მისი შთამომავლისგან იკურთხებოდა სამყაროში ყოველი ხალხი. აბრაამის ეს შთამომავალი არის სწორედ ქრისტე, რომლის მიერაც მივიღეთ კურთხევა, ვინც მანამდე წარმართები ვიყავით. მახარებელი არ ახსენებს აბრაამის სხვა შვილებს, რადგანაც ებრაელები არა მათგან, არამედ ისაკისგან წარმოიშვნენ. ამიტომ დუმს იგი ესავის, ისააკის ძის შესახებ და ახსენებს მხოლოდ იაკობს. ისაკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. იაკობის 12 შვილიდან მახარებელმა მხოლოდ იუდა დაასახელა,
რადგან სწორედ იუდას ტომში იშვა ქრისტე. იუდას ძმები კი ახსენა იმიტომ, რომ სწორედ მათგან წარმოიშვა ებრაელთა 12 ტომი. პატრიარქმა იაკობმა სიკვდილის წინ შვილების კურთხევისას იუდას შემდეგნაირად მიმართა. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არ განიფერხდა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც იუდას ტომის სამეფო ძალაუფლება შეწყდება, სწორედ მაშინ გამოჩნდება აღთქმული მესია. ეს უძველესი წინასწარმეტყველება შესრულდა სწორედ ქრისტეს შობისას, როდესაც იუდეველებს აღარ ყავდათ საკუთარი ებრაული წარმოშობის მეფე. ჰეროდე უცხოტომელი იყო, მათი სამეფო კი რომაელებს ეკუთვნოდათ. ხოლო იუდა შვა ფარეს და ზარა თამარისგან და ფარეს შვა ესრომ, ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადამ, ამინადამ შვა ნაასონ. ხორჩესხმული ღმერთის შთამომავლობაში ამაზე დუმილი არათუ არ შეიძლება, არამედ ყველას უნდა ეუწყოს, რათა გაცხადდეს მისი განგებულება და დიდებულება, რადგან იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მორიდებოდა ჩვენს შერცხვენილ მდგომარეობას, არამედ რათა მოესპო იგი. ქრისტე ჩვენში ბადებს გაკვირვებას, არა მარტო იმის გამო, რომ მან კაცობრივი ბუნება შეიძინა, არამედ რადგან მან ცოდვილი ხალხის ნათესაობა არ ითაკილა და არ შერცვა ჩვენი მანკიერებისა. არ ითაკილა ჩვენი ცუდი, რითაც გვასწავლა, რომ ჩვენც არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი წინაპრების ცოდვების ან მათი დაბალი წარმომავლობის გამო, არამედ მხოლოდ მოკეთე უნდა ვეძიოთ მათგან. რადგან კეთილის მოქმედს უცხო ტომისგანაც რომ იყოს, ან მეძავისაგან შობილი, ვერაფერს ავნებს იგი. მათი დიდებული შორეული წინაპრებიც კი ცოდვით შებრალულნი ყოფილან. თვით მამად მთავარი იუდაც, რომლისგანაც მიიღო ებრაელმა ხალხმა სახელწოდება, თურმე არანაკლებ ცოდვილი ყოფილა, რადგან თამართან მისი ურთიერთობა აცხადებს, რომ მას მრუშობაში ჰქონდა წილი. მეფე დავითსაც სოლომონი მრუშობისგან შეეძინა. თუ კი ამ დიდებულმა ადამიანებმა ვერ შეძლეს რჯულის შესრულება, მათზე დაბლა მდგომთ ეს რამდენად უფრო გაუძნელდებოდათ და რადგან არ ასრულებდნენ, გამოდის რომ ყველანი სცოდავდნენ. ამიტომ საჭირო გახდა ქრისტეს მოსვლა. გენეალოგიის სიაში ქალების შეყვანას თავისი მიზანი აქვს. ამხილოს იუდეველთა ქედმაღლური ზრახვა, რომლებიც მესიის სასუფეველში შესასვლელ საკმარის პირობად აბრაამის ხორციელ ნათესაობას მიიჩნევდნენ. უღირს ქალთა მოხსენიებით, რომლებიც ან წარმართები იყვნენ, ან კიდევ ბოროტიზნისა, მახარებელი გვიჩვენებს, რომ საქმითი სიმართლის გარდა არსებობს რწმენითი სიმართლეც. წინაპართა ურჯულოება არ ვნებს სათნოების მოქმედს. ყოველი ადამიანი კეთილად ან ბოროტად არა სხვათა, არამედ საკუთარ საქმეთა საფუძველზე მიიჩნევა. ქრისტე არ მოსულა, რათა სირცხვილისთვის თავი აერიდებინა, არამედ იგი თავისი სრულყოფილებით რომ განექარვებინა. ის მოგვევლინა როგორც მკურნალი და არა როგორც მსაჯული. ესაა პირველი მიზეზი. რაც შეეხება მეორეს, ვინაიდან ებრაელები დიდად არ ზრუნავდნენ სათნოებათა მოსახვეჭად და მხოლოდ წინაპართა საქმეებით ქედმაღლობდნენ, მახარებელი ამდაბლებს მათ და აჩვენებს, რომ ისინი ასევე უკანონო ქორწინებიდან გაჩდნენ. პატრიარქმა იუდამ უკანონოდ შვა ფარეზი და ზარა. ასევე მეტად სახელოვანმა დავითმაც მრუში დედაკაცისგან შვა სოლომონი. ასე რომ მათ ამაოდ მოჰქონდათ თავი წინაპრებით. ძირითადად ამ მიზეზით ახსენებს მახარებელი იუდას ძმებს. 4 მათგანი იაკობს მხევლისგან ჰყავდა, მაგრამ წარმომავლობის განსხვავებულობას
ხელი არ შეუშლია მათთვის გამხდარიყვნენ პატრიარქები. მესამე მიზეზი ისაა, რომ ეს ქალები წარმართთა ეკლესიის სახეები არიან. როგორც მათზე სხვადასხვა მანკიერებას დამორჩილებულ ადამიანებზე დაქორწინდნენ ზემოთხსენებული მამაკაცები, ასევე ქრისტემ სხვადასხვა ცოდვით დაუძლურებული კაცობრივი ბუნება შეიერთა და ისევე როგორც ამგვარ წინაპართა ნათესაობა, ისე არც ეკლესიაზე დაწინდვა იუკადრისა. ეს ყველაფერი ჩვენთვის გაკვეთილია. გრცხვენოდეს არა წინაპართა, არამედ მხოლოდ საკუთარი ცოდვებისა. არ ვიქადოდეთ წინაპრებით, არამედ მოვიხვეჭოთ სათნოებები. თამარისგან ფარეზისა და ზარას შობის ამბავი ერთგვარ საიდუმლოზეც მიგვანიშნებს. როგორც ზარამ ხელი ჯერ გამოაჩინა, ხოლო შემდეგ ისევ უკან წაიღო, ასეთივეა ქრისტეს მიერი მოქალაქეობაც. იგი წმინდანებში ჯერ კიდევ რჯულამდე და წინადაცვეთამდე გამოჩნდა, რადგან ისინი არა რჯულისა და მცნებათა დაცვით განმართლნენ, არამედ იმით, რომ სახარების მიერი მოქალაქეობით იცხოვრეს. შეხედე აბრაამს, შეხედე იობს, მელქისედეკს, როგორც მაშინ ფარეზის შობის შემდეგ კვლავ ზარა გამოვიდა, ასევე სახარებისეული ცხოვრებაც რჯულის მოცემის შემდეგ მოგვიანებით გაბრწყინდა წითელი ძაფით, ანუ ქრისტეს სისხლით აღბეჭდილი. მახარებელმა ეს ორი ყრმა იმიტომაც ახსენა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა, თუმცაღა თამარი, რომელიც იმის გამო, რომ მამამთილს შეერთო, ალბათ ქებას არ იმსახურებს, მახარებელმა მაინც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა. უფრო ზუსტად კი თვითონ იშვა მათგან, რათა განეწმინდა, რადგან მოვიდა არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა. არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან, ბოოს შვა იობედ რუთისგან, იობედ შვა იესე. მათემ რექაბი გაიხსენა იმის ჩვენების მიზნით, რომ მის მსგავსად წარმართა მთელი კრებულიც მეძავი იყო, რადგან თავისი საქმეებით მეძავობდა, მაგრამ წარმართები, რომელთაც იესო ნავეს ძის მზვერავები, ანუ მოციქულები შეიწყნარეს და მათი სიტყვები ირწმუნეს, გადარჩნენ. რუთი სხვა ტომიდან იყო, მაგრამ ბოოს მაინც შეეუღლა. ამგვარადვე წარმართების ეკლესიამაც თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა და თავისი მამა ეშმაკი დაივიწყა და ღვთის ძის მიერ სასძლოდ იქნა შეწყნარებული. იესე შვა დავით მეფე, დავით მეფემან შვა სოლომონ ურიას ცოლისაგან. წმინდა გადმოცემის თანახმად იოსების ორი გენეალოგია შემდეგი მიზეზით გაჩნდა. იოსები იშვა დედამისის მეორე ქორწინებიდან. წმინდა ლუკა მახარებლის გენეალოგიის მიხედვით, ელი იოსების რჯულდებითი მამა ისე მოკვდა, რომ შვილი არ ყოლია. ხოლო წმინდა მათე მახარებლის გენეალოგიის მიხედვით, იაკობმა, იოსების ბუნებითმა, ანუ ნამდვილმა ხორციელმა მამამ, თესლის აღდგენის მიზნით ცოლად შეირთო ელის ქვრივი და ამ ქორწინებისგან იშვა იოსები. ასე რომ იოსები არის იაკობის ბუნებითი, ანუ ხორციელი შვილი, ხოლო ელისი რჯულდებითი შვილი. იესეს 8 ვაჟიდან უმცროსი დავითი იყო. იესესგან დავითის წარმომავლობის აღნიშვნისას მახარებელი დაასძენს, რომ იესემ შვა მეფე დავითი. მან საკმარისად ჩათვალა მეფედ მხოლოდ დავითის მოხსენიება იმის ჩვენების მიზნით, რომ სწორედ მისგან დაედო დასაბამი მაცხოვრის წინაპარ მეფეთა თაობას. სხვა შვილებთან ერთად დავითს ყავდა 2 ძე, სოლომონი და ნათანი.
მათე მახარებელი გენეალოგიური ნუსხის სოლომონისეულ ხაზს მიყვება, ხოლო ლუკა ნათანისეულს. სოლომონი იყო დავითის ძე ურიას ცოლისგან. მათე მახარებელი ბერსაბეს საკუთარი სახელით არ მოიხსენიებს, მაგრამ ნუსხაში მისი შეყვანით აღნიშნავს გენეალოგიაში არსებულ ცდომილებას, რამდენადაც დავითის ქორწინება ბერსაბეზე უკანონო იყო. სოლომონ შვა რობოამ, რობოამ შვა აბია, აბია შვა ასა. სოლომონმა 40 წელიწადი იმეფა, მის დროს იერუსალიმში აიგო ტაძარი. მისი ძე რობოამი იუდეაში მეფობდა მხოლოდ იუდეის ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე. იგი გამეფდა 41 წლის ასაკში და იმეფა 17 წელიწადი. მის შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა მისი ძე აბია 3 წლით. აბიას შემდეგ კი გამეფდა მისი ძე ასა. ასა შვა იოსაფატ, იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოზია, ოზია შვა იოათამ. ასას შემდეგ გამეფდა მისი ძე 35 წლის იოსაფატი, რომელიც მეფობდა 25 წელიწადი. იოსაფატის შემდეგ კი მისი 32 წლის ძე იორამი, რომელიც მეფობდა 8 წელიწადი. იორამის შემდეგ მათე მახარებელი გამოტოვებს 3 მეფეს, ახაზიახუს, იოაშს და ამაციახუს, რომლებიც საერთო ჯამში მეფობდნენ 884-810 წლებში. თუკი მათი გამოტოვება შემთხვევითობა, გადაწერისას დაშვებული შეცდომა არ არის, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი მოხსენიება გენეალოგიურ ნუსხაში მახარებელმა საჭიროდ არ მიიჩნია, რადგან ისინი იმის ღირსად არ ჩათვალა, რომ დავით მეფის შთამომავლებად და იესო ქრისტეს წინაპართა შორის დაესახელებინა. იოათამ შვა აქას, აქას შვა ეზეკია. როგორც ვხედავთ, მახარებელმა გენეალოგიურ ნუსხაში 3 მეფე გამოტოვა, რადგან მეფე იორამმა შვა არა ოზია, არამედ ახაზია. ეს იმიტომ, რომ მახარებელს სურდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში სამგზის წარმოედგინა 14 თაობა. იორამის საგვარეულოს შეუერთდა ცოდვილი იეზაბელის ხაზი, ამიტომ ეს უკანასკნელი მესამე თაობამდე დავიწყებას ეძლევა, რათა არ იქნეს მოხსენიებული წმინდა შობაში მონაწილეთა შორის. იორამის შვილთა შვილი ოზია ბიბლიაში მეორენაირად აზარიად იწოდება. ოზიას შემდგომ მისი 25 წლის ვაჟი იოთამი ავიდა ტახტზე და იერუსალიმში 16 წელიწადი იმეფა. იოთამის შემდეგ მისი ძე 20 წლის აქაზი გამეფდა 16 წლით. ეზეკია შვა მანასე, მანასე შვა ამონ, ამონ შვა იოსია. აქაზის შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა მისი ძე ეზეკია, რომელმაც 29 წელი იმეფა. ეზეკიას შემდეგ გამეფდა მანასე, მისი 12 წლის ძე და იმეფა 50 წელი. მანასეს შემდეგ კი მისი ძე 22 წლის ამონი 2 წელიწადს. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილონელთასა. სამეფო ტახტზე იოსია 8 წლის ასაკში ავიდა და მეფობდა 31 წელი. იოსიას შემდეგ 3 თვით მეფობდა მისი ძე იოახაზი, უწმინდური მეფე, რომელიც ეგვიპტის მეფემ დაამხო. იოახაზის შემდეგ გამეფდა მისი ძმა 25 წლის ელიაკიმი, რომელიც იერუსალიმში 11 წელიწადს მეფობდა. ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიმორჩილა რა ელიაკიმი მას სახელი შეუცვალა და იეჰოაკიმი დაარქვა. იეჰოაკიმის შემდეგ მისმა 18 წლის ძემ იექონიამ 3 თვე იმეფა. მისი მეფობის დროს ნაბუქოდონოსორმა ალყაში მოაქცია იერუსალიმი
და მეფე ბაბილონში გადაასახლა. ხოლო სამეფო ტახტზე აიყვანა მისი ბიძა მათანია, რომელსაც სახელი შეუცვალა და სედეკია უწოდა. რამდენადაც მათემახარებელი მიყვება იეკონიას ხაზს, თანაც ბაბილონში გადასახლების დროიდან სედეკიას მოხსენიების საჭიროება აღარ იყო, რომელიც ბაბილონში 37 წლის განმავლობაში ციხეში იმყოფებოდა. ბაბილონის ახალმა მეფემ იეკონია გაათავისუფლა და ბაბილონში მყოფ მეფეებს შორის უპირატესობა მიანიჭა კიდეც. იეკონიას მეფობით დასრულდა იუდეველ მეფეთა პერიოდი, რომელიც 450 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდგომად ტყვეობისა მის ბაბილონისა იეკონია შვა სალათიელ, სალათიელ შვა ზორობაბელ, ზორობაბელ შვა აბიუდ. სალათიელ შვა ზორობაბელი. უშვილო სალათიელს ძმამ ფედაიამ აღუდგინა თესლი და უშვა შვილები, რომელთა შორის უფროსი ზორობაბელი სალათიელის კანონიერ შვილად იყო მიჩნეული. აბიუდ შვა ელიაკიმ, ელიაკიმ შვა აზორ, აზორ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმ, აქიმ შვა ელიუდ, ელიუდ შვა ელეაზარ, ელეაზარ შვა მათთან, მათთან შვა იაკობ. იოსებ ფლავიუსის თანახმად ებრაელები გულმოდგინედ იმახსოვრებდნენ საკუთარი მღვდლებისა და მეფეების სახელებს. ამას ამოწმებს ეზრას წიგნიც, სადაც წერია, რომ ბაბილონიდან დაბრუნებული მღვდლები, რომლებიც ვერ პოულობდნენ საკუთარ საგვარტომო წიგნებს, განეყენებოდნენ მღვდლობიდან. მაშასადამე მათემახარებელმა აბიუდამდე არსებული სახელები წმინდა წერილიდან აიღო. აბიუდის შემდგომ კი ამ სახელებს იგი იცნობდა ან ჩანაწერებიდან, ან გადმოცემით, ან სულიწმინდით განისწავლა და ამგვარად შეავსო სრული გენეალოგიური ხაზი აბრაამიდან ქრისტემდე. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსაც ჰქვიან ქრისტე. როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ მათესეული გენეალოგიის მიხედვით იოსების მამად დასახელებულია იაკობი, ხოლო ლუკასეული გენეალოგიის მიხედვით ელი. მათეს სახარების მიხედვით იოსები ყოფილა იაკობისა და მათანის ძე, ხოლო ლუკას სახარების მიხედვით ელისა და მათთატისა. ამის შესაბამისად იოსებს ორი მამა ჰყოლია, ერთი სოლომონის ხაზით იაკობი, ხოლო მეორე ნათანის ხაზით ელი. მათთანმა სოლომონის შთამომავალმა ცოლად შეირთო ესთერი, რომლისგანაც შეეძინა იაკობი. მათთანის გარდაცვალების შემდეგ ესთერი ცოლად მოიყვანა მათთატიმ, რომლისგანაც შეეძინა ელი. ამგვარად იაკობი და ელი გახდნენ ძმები ერთი დედისგან, ესთერისგან. ოღონდ პირველი სოლომონის შთამომავალი იყო, მეორე კი ნათანისა. ძმები გაიზარდნენ, ელი დაქორწინდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ სამწუხაროდ შვილი არ ჰყოლია. ამიტომ იაკობმა შეირთო მისი ქვრივი. იაკობს ელის ქვრივისგან შეეძინა იოსები, რასაც ასე აღნიშნავს მათემახარებელი იაკობ შვა იოსებ. მაგრამ იუდეველთა რჯულის მიხედვით იოსები ელის შვილად ითვლებოდა, რადგან იგი იაკობისგან იშვა მისივე ძმის ელისთვის მემკვიდრეობის აღდგენის მიზნით. ანუ იოსები იყო იაკობის ბუნებითი, ანუ ხორციელი შვილი, ხოლო ელისა რჯულდებითი. რატომ მოჰყავს წმინდა მოციქულსა და მახარებელ მათეს იოსების გენეალოგია? ეს მაშინ, როდესაც იგი იესოს ნამდვილი, ბუნებითი, ხორციელი მამა არ ყოფილა. ძველი აღთქმის რჯულის მიხედვით ქორწინება ერთი ტომის ფარგლებში უნდა შემდგარიყო. როგორც რუთის წიგნი ამოწმებს, არა მარტო ტომის მიხედვით, არამედ გვარისა და გვარში ნათესაური კავშირის გათვალისწინებითაც მოჰყავდათ ცოლად, ან ობოლი, ან ქვრივი. იოსებს მარიამი ცოლად რომ მოეყვანა,
იგი მისი ახლო ნათესავი უნდა ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ იოსების გენეალოგია დიდი სიზუსტით გადმოგვცემს თავად მარიამის გენეალოგიას. აქ კი მახარებელი ხაზს უსვამს გამონაკლის იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსაც ჰქვიან ქრისტე. ანუ წერილი ამოწმებს უბიწო ჩასახვას და რომ ეს არის აღთქმის აღსრულება, დედაკაცის თესლისგან შობილი შემოსრავს გველის თავს. ყოველი ნათესავი აბრაამისიდან ვიდრე დავითისამდე ნათესავი 14 და დავითისიდან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილონისა ნათესავი 14 და ტყუენვიდან ბაბილონისად ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი 14. მახარებელმა გენეალოგია 3 პერიოდად დაყო და ყოველ მათგანში 14 თაობა დაასახელა. თუმცა ზოგ პერიოდში იყო 14 თაობაზე მეტი, მაგრამ ზედმეტი გამოტოვებულია. შესაძლოა ეს გაკეთდა მეხსიერების შესამსუბუქებლად, რათა იოლი გამხდარიყო გენეალოგიური ცხრილის დამახსოვრება. როგორც წმინდა მამა იოანე ოქროპირი განმარტავს, მახარებელმა გენეალოგია 3 ნაწილად დაყო იმის ჩვენების მიზნით, რომ მმართველთა ცვალებადობა არ ცვლიდა იუდეველებს უკეთესობისკენ, რომ არისტოკრატიის დროს მეფეებისა თუ ოლიგარქიის მმართველობისას ისინი ერთსა და იმავე ცოდვებში იყვნენ. მსაჯულების, მღვდლებისა და მეფეების მმართველობის ქვეშ ვერ აღწევდნენ განსაკუთრებულ წარმატებებს სათნოებათა მოხვეჭაში. ხოლო იესო ქრისტეს შობა ესრეთ იყო, რამე თუ თხოვილიყო დედაიმისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. რატომ იღებს იესო დასაბამს არა უბრალოდ ქალწულისგან, არამედ მისი დამწინდველისგან? პირველი მიზეზი, რათა იოსების გენეალოგიით წარმოჩენილიყო მარიამის წარმომავლობა. მეორე მიზეზი, რათა არ ჩაექოლათ მრუშობაში ეჭმიტანილი ქალი. მესამე მიზეზი, რათა ეგვიპტეში გაქცეულ ქალწულს ყოლოდა მცველი მეუღლის სახით. მღვდელმოწამე ეგნატე მეოთხე მიზეზსაც ასახელებს. ქრისტეს შობა დაფარული უნდა ყოფილიყო ეშმაკისათვის. მას არ უნდა სცოდნოდა, რომ იგი ქალწულისგან იყო შობილი. რატომ დაიწინდა ქალწული მარიამი იოსებზე? რატომ არ იყო მუცლად წინდობამდე? რადგან ესაია წინასწარმეტყველს ჰქონდა ნათქვამი, აჰა ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელს ემანუელს, რაც გადმოთარგმანებით არის ღმერთი ჩვენთან. ჩვენი ხსნის მტერი ეშმაკი აკვირდებოდა ქალწულებს, რადგან უნდოდა გაეგო თუ ვინ იქნებოდა ასეთი. ამიტომ ქალწული მარიამი დაიწინდა იოსებზე, რითაც ღმერთმა პირველი შეაცდინა ეშმაკი. ეშმაკისთვის დაიფარა ღვთის ძის განკაცების საიდუმლო და მეორე დაიცვა ქალწულის სიცოცხლე, ვინაიდან იუდეველები შეატყობდნენ რა მარიამს ორსულობას, მას მრუშობაში დასდებდნენ ბრალს და რჯულის მიხედვით გაასამართლებდნენ, რაც სიკვდილით დასჯას გულისხმობდა. ვინ დარწმუნდებოდა ამ შემთხვევაში, რომ მას არანაირი კავშირი არ ქონია მამაკაცთან. ამიტომ მხოლოდ წინდობისა და ქმრის სახლში გადასვლის შემდეგ მუცლად იყო, რათა ყველას ეფიქრა, რომ ქმრისგან იყო ორსულად. თანაც ამგვარად თავიდან აიცილებდა საშიშროებას, საჭიროების შემთხვევაში ეყოლებოდა შემწე, განსაკუთრებით ეგვიპტეში გახიზნისას. მაგრამ შენ ნუ იკითხავ, როგორ ჩაისახა და შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ჩანასახი. ეს არ განუმარტავს მახარებელს, მანამდე არც ანგელოს, რომელმაც ახარა ქალწულს მუცლადღება. ეს მათაც არ იცოდნენ, რადგან ყველასათვის შეუცნობელი და მიუწვდომელია. ეს მხოლოდ ყოვლადწმინდა სამება მოწყის. იცოდე მხოლოდ, რომ ძე განხორციელდა მამის ნებითა
და სულიწმინდის თანამოქმედებით. ხოლო იოსებ ქმარი მარიამისი მართალი იყო და არა უნდა გამხილება იმისი, იზრახა ფარულად განტევება იმისი. მარიამი ცდილობდა იოსების დარწმუნებას, რომ სულიწმინდის მოქმედებით მუცლად იყო, მაგრამ იოსები ვერ იჯერებდა, რადგანაც აქამდე გაუგონარსა და სავსებით ახალ მოვლენაზე იყო საუბარი. როდესაც იოსებმა მიდგომილი მარიამის გაცისკროვნებული სახე დაინახა, რადგან მართალი ადამიანი იყო, სირცხვილისა და ზიზღისაგან თავის არიდების მიზნით განიზრახა მისი ჩუმად გაშვება. არ იცოდა რა არაფერი როგორც მისი ცოდვის, ისე ნაყოფის ჩასახვის შესახებ. მაგრამ იოსების სიმართლე ეწინააღმდეგება რჯულს, რომელიც ამბობს, ჯერ მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, რომ მოკვდეს, მერე კი მთელი ხალხის ხელი და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წრიდან. იოსებს კი ქალწულის ჩუმად გაშვება სურდა. მან იცოდა, რომ მარიამის მუცლადღება რაღაც უჩვეულო მოვლენა იყო. ყველა ნიშანი მეტყველებდა, რომ მომხდარი ღვთისგან იყო. არასდროს შეუნიშნავს მარიამში რაიმე სამარცხვინო. ამიტომ არ შეეძლო მის მიმართ შეეჭვებულიყო, ვისაც მრავალი მოწმობა ჰქონდა, დადუმებული ზაქარია, მიდგომილი ელისაბედი, ხარება ანგელოზისგან, იოანეს ამოძრავება დედის მუცელში და მამამისის წინასწარმეტყველება. ეს ყოველივე სხვა დანარჩენთან ერთად უბიწო ჩასახვაზე მეტყველებდა. ამიტომაც მართალი იყო, რომ ქალწულის ჩუმად გაშვება გადაწყვიტა. იოსებს რომ სცოდნოდა, რომ მარიამის მუცლადღება არ იყო სულიწმინდისგან, მაშინ მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ამ ყოველივეს გაუმჟღავნებლობა. ამგვარად კარგად იცოდა იოსებმა ეს თავისთავად საოცარი და სხვათათვის დაუჯერებელი საქმე ღვთისგან იყო. თავისთვის განსაჯა, რომ მართებული იქნებოდა, თუ კი მარიამს სახლიდან ჩუმად გაუშვებდა. თუ კი როდესაც ვინმე მეძავთან თანაცხოვრობს, ორივე ერთი სხეული გახდება, თუ კი რჯულში მოცემულია, რომ არა მხოლოდ ცოდვაში მხილებულნი, არამედ მასში მონაწილენიც პასუხისმგებელნი არიან დანაშაულის გამო, მაშინ ცოლის დანაშაულის დამფარავი იოსები წმინდა წერილში მართლად როგორღა იწოდება. ეს მოწმობაც მარიამის სასიკეთოდ არის მიმართული, რადგან იცოდა რა იოსებმა მარიამის უბიწოება და მომხდარმა ძლიერ განაცვიფრა, დუმილით დაფარა ეს საიდუმლო, რომლის წვდომაც მას არ შეეძლო. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდაოდენ, აჰა ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოუჩნდა მას და რქუა, იოსებ ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა ცოლისა შენისა, რამე თუ რომელი იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ამ საიდუმლოს შესახებ სხვასაც ცოდნოდა, სანამ შეიტყობდა იოსები მარიამის მეუღლედ წოდებული, რომელიც თავის საკუთარ სახელში არ ატარებდა ცოდვის მიერ გამოწვეულ სირცხვილს, რადგან იოსები ებრაულიდან ლათინურად ითარგმნება როგორც სირცხვილის გარეშე. ძველად ეშმაკმა ჯერ ევას მიმართა, შემდეგ ადამს. აქ კი წმინდა ანგელოზი ჯერ მარიამს მიმართავს, შემდეგ კი იოსებს, რათა განუცხადოს მათ ცხოვრების სიტყვა. მაშინ პირველი ქალი ევა ცოდვისათვის გამოირჩია, აქ კი მარიამი ხსნისათვის. იქ ქმარმა ადამმა ცოლის გამო შესწოდა, აქ კი ქმრად წოდებული იოსები ქალწულის მეშვეობით აღდგა. რატომ არ გაუმხილა ანგელოზმა იოსებს უთესლოდ ჩასახვა მანამ, სანამ ამის შესახებ ისედაც ცხადი გახდებოდა? იმიტომ, რომ შესაძლოა იოსებს არ ერწმუნა ეს საქმე თავისი უჩვეულობის გამო, ხოლო როდესაც ის ისედაც ცხადი გახდა, უხსნის მას ანგელოზი და ადვილად არწმუნებს. რატომ ქალწულმა არ გაუმხილა იოსებს მას შემდეგ,
რაც თავად ეუწყა მთავარანგელოს გაბრიელისგან. იმიტომ რომ იცოდა ვერ დაარწმუნებდა, უფრო კი გულს ატკენდა, შეეცდებოდა რა დანაშაულის დაფარვას. გარდა ამისა, თავად ქალწულს რატომ არ აუწყა მთავარანგელოზმა სულიწმიდისგან მუცლადღება მას შემდეგ, რაც თვალსაჩინო გახდა ისედაც მარიამის მდგომარეობა. იმიტომ რომ თუ კი წინასწარვე არ ეცოდინებოდა ამის შესახებ, უხერხულობასა და შიშში ჩავარდებოდა და სიკვდილსაც კი გადაწყვეტდა, რადგან კარგად ეცოდინებოდა, რომ ვერასდროს ვერავის დაარწმუნებდა, რომ არასდროს ქონია კავშირი მამაკაცთან. ამიტომაც ანგელოზმა ქალწულს მუცლადღებამდე აუწყა, იოსებს კი შობისას. უთხრა იოსებ დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი. უწოდებს რა მას დავითის ძეს, ანგელოზი იოსების გონებას დავითისკენ მიაპყრობს. იუდეველები ხომ დავითისგან მოელოდნენ ქრისტეს გამოჩენას. სიტყვებით ნუ შიშობ, ანგელოზი მისი გულის საიდუმლოს ააშკარავებს, რადგან იოსებს ეშინოდა, თუ მარიამს სახლში დატოვებდა, ამით ღვთის რჯულს შეურაცხყოფდა. რას ნიშნავს მოიყვანო? იმას, რომ გააჩეროს თავის სახლში, კვლავ მოჰკიდოს ხელი, რადგან იოსებს მარიამი თავის ფიქრებში უკვე გაშვებული ჰყავდა. მოიყვანოს არა ქორწინების მიზნით, არამედ დასაცავად. ვინც მასში ჩასახულია, სულიწმიდისაგან არის. თავიდან ანგელოზმა იოსებს ის შეახსენა, რასაც დავითისგან უნდა დალოდებოდა. შემდეგ გაუმჟღავნა გულში დაფარული შიში და ისიც თუ რას ფიქრობდა, შემდეგ დაუმტკიცა, რომ მასზე დაწინდული იყო წმიდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხილა უმთავრესი, რომ ეს ყოველივე სულიწმიდისგან იყო, რათა იოლად შეძლებოდა ყოველივეს აღქმა. შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი იესო, რამე თუ მან იხსნეს ერითვისი ცოდვათა მათთაგან. როგორც რჯულდებითი და არა როგორც ბუნებითი მამა უწოდებ მას იესოს და თუმცა არ იქნება შენგან შობილი, ყველაფერს შეუსრულებ, რაც მამისთვის თვისობრივია. მისი სახელი ზეციდან მე ჩამოვიტანე, შენ კი დაარქმევ. ვინაიდან სახელი იესო ნიშნავს მხსნელს. ამის შესაბამისად ის იხსნის თავის ხალხს, არა ხორციელი მტრების, არამედ რაც უფრო მეტია მათი ცოდვებისგან. იესოს სახელის არსებითი მნიშვნელობა, როგორც ებრაელების, ისე მთელი კაცობრიობის მხსნელისა, გაგვიცხადა არა ადამიანმა, არამედ უფლის ანგელოზმა. ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულოს სიტყვაი იგი უფლისა, პირითა წინასწარმეტყველისათა თქმული. აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუილ, რომელ არს თარგმანებით ჩვენთანა ღმერთი. ებრაელები ამბობენ, რომ წინასწარმეტყველთან არა ქალწული, არამედ ახალგაზრდა ქალი წერია. მათ უნდა ვუთხრათ, რომ რამდენადაც ახალგაზრდა ქალს განუხრწნელს უწოდებს, ამდენად წმინდა წერილში ახალგაზრდა ქალი იგივეა, რაც ქალწული. შემდეგ თუ კი ქალწული არ შობდა, ნიშანი და სასწაული როგორღა იქნებოდა. მოусმინე, რას ამბობს ესაია, ამისთვის უფალი თქვენ ნიშანს თავად მოგცემთ და მაშინვე დასძენს, აჰა ქალწული. რადგანაც თუ კი ქალწული არ შობდა, არც სასწაული იქნებოდა, ასე რომ ებრაელები წმინდა წერილს ბოროტი განზრახვით აყალბებენ და ტექსტში ნაცვლად ქალწულისა ახალგაზრდა ქალს სვამენ. თუმცა მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ქალი ეწერება თუ ქალწული, ყველა შემთხვევაში უნდა მივიჩნიოთ, რომ ქალწულმა შვა, რათა ეს შობა სასწაულებრივი იყოს. განიღვიძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვით არცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან და წარიყვანა ცოლი თვისი. ანგელოზის ჩვენებამ იოსების გული ყოველგვარი ეჭვისგან განწმინდა.
რატომ ერწმუნა იოსები ანგელოზს? მასში ისეთი მტკიცე რწმენა ჩაისახა, რასაც ჰქონდა მის სულში საფუძველი. ამასთან ერთად ანგელოზის ჩვენებამ მასზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. მოიყვანა, ანუ დაიტოვა თავის სახლში საცხოვრებლად. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძეიგი მისი პირმშოი და უწოდა სახელი მისი იესო. მახარებლის ამ სიტყვებზე დაყრდნობით არ უცვნია იგი ვიდრე არაშვა ძეთვისი პირმშო, როგორც წესი ზოგიერთი უგუნური ფიქრობს, რომ ღვთის განხორციელების შემდეგ ყოლა წმინდა მარიამი იოსებთან შეუღლდა, მაგრამ ამის საფუძველს არ გვაძლევს არც რწმენა და არც ჭეშმარიტების პრინციპი, რადგან შეუძლებელია დაჯერება, რომ ამ უდიდეს საიდუმლოსთან მიახლების, უფლის დიდებულად შობის შემდეგ ქალწულ მარიამს ქმარი შეეცნო. როგორც ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველ მარიამს, მოსესა და აარონის დას, რომელმაც ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იხილა ზეციური სასწაულები, წითელი ზღვის გაპობა, ცეცხლისა და ღრუბლის სვეტის სახით უფლის დიდების წინამძღოლობა არ შეუცვნია ქმარი და ქალწულად დარჩა. ისე ყოლა დაუჯერებელია, რომ სახარებისეულ ქალწულ მარიამს, რომელიც ღირსი გახდა საკუთარ წიაღში, თავად ეტვირთა უფალი, შეეცნო ქმარი. ნოემაც იმით გაუგნებულმა, რომ ღმერთთან საუბრის პატივი მიიღო, საკუთარ თავს დაუწესა ცოლქმრული ურთიერთობებისგან თავშეკავება. მოსემაც, როდესაც მაყulis ბუჩქიდან ღვთის ხმა ისმინა, თავი შეიკავა ცოლქმრული ურთიერთობებისგან და ამ ყველაფრის შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი, რომ მართალ იოსებს უფლის შობის შემდეგ შეეცნო წმინდა მარიამი. ის, ვინც სული წმინდის სავანედ იქცა და საღვთო ძალამ დაფარა, როგორ შეიძლება ქცეულიყო მოკვდავი ადამიანის ცოლად და პირველი წყევლის თანახმად როგორ შობდა ტკივილით. რადგან თუკი მარიამი კურთხეულია დედათა შორის, ის, ვინც ტკივილებით შობს, არ შეიძლება იწოდებოდეს კურთხეულად. მაგრამ როგორც უფალი შევიდა დახშულ ბჭეში, ისე ქალწულმაც ნამდვილად ტკივილების გარეშე შვა. თუკი კიდობანში ნოეს გამო მოთვინიერდნენ მხეცები, მით უმეტეს ქალწულს, რომელშიც ჩასახული იყო ემანუელი, შეეძლო შორს ყოფილიყო ცოლქმრული ურთიერთობისგან. მხეცები ნოეს საჭიროების გამო მოიქცნენ ასე. მარიამმა კი თავისუფალი ნებით მოიმოქმედა. როგორი წმინდაც იყო მუცლადღების დროს, ისეთი წმინდაც დარჩა. თუკი აარონის შვილები საკურთხეველში არაწმინდა ცეცხლის შეტანის გამო სიკვდილით დაისაჯნენ, მაშინ რამდენად უფრო დიდი სასჯელი იქნებოდა ქმართან შეერთების გამო. თუკი ღვინის წყლით გამზავებელი გამყიდველები ისჯებოდნენ რჯულით, მით უმეტეს რამდენად გაკიცხვის ღირსი იქნებოდა ეს საქციელი. იმის გამო, რომ მოწაფეთაგან ზოგიერთი უფლის ძმად იწოდება, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ისინიც მარიამის შვილები იყვნენ, დაეიცოდნენ, თავად ქრისტეც იოსების ძედ იწოდებოდა არა მხოლოდ იუდეველების მიერ, არამედ თვით მარიამის საკუთარი დედის მიერაც. აჰა, მე და მამა შენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ შენ. ამგვარად ქალწულმა შვა პირმშო, მისი ქალწულება კი დარჩა უბიწოდ და დაურღვევლად. შენ ნუ დაეჭვდები, რომ იოსებმა ამის შემდეგ მაინც შეიცნო იგი. მახარებელი ამით მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქალწული შობამდე სრულიად ხელშეუხებელი იყო. მართლაც როგორღა დაუშვებდა მამაკაცთან შეწყვილებას ის, ვინც ღმერთი შვა და საკვირველებად შეიცნო ამისა შემდგომთა გამოცდილების შედეგად. ნუ მოხდება ეს. არაწმინდა გონებას განეკუთვნება არა მხოლოდ ასეთის ჩადენა, არამედ გაფიქრებაც კი.